დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 9 მაისია, პარასკევი, ეთერში ერთსულნების დილა, სოფიო კუჭავასთან ერთად ყოველს ბედნიერ, წარმატებულ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ. სანამ გეტყოდეთ თუ რაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას და რა თემებზე ვისაუბრებთ დღეს, მანამდე ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და ერთად შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 9 მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მღვდელმოწამე ბასილის, ამასიელ ეპისკოპოსს, მართალ გლაფირა ქალწულს, წმინდა სტეფანეს, პერმელ ეპისკოპოსს, ღირს იოანიკე დევიჩენელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენებას და ყოველს შეგეწიოთ მათი მფარველობა. რაც შეეხება დღევანდელი გადაცემის ანონსს, თუ იქნებიან ჩვენი გადაცემის სტუმრები და რა თემებზე ვისაუბრებთ. როგორც მოგეხსენებათ, გადაცემის პირველ ნაწილში პირველი სტუმარი ყოველთვის არის მოძღვარი. საკვირაო სახარების განმარტების შესახებ კი ვისაუბრებთ და შემოგვიერთდება წყნეთი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი. რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს, საულტვარო სკოლების ფესტივალი გალობის მერცხლები წელს უპრეცედენტო რაოდენობის 1000-მდე მოსწავლის მეშვეობით იქნება შესრულებული და მონაწილეობას მიიღებენ. ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით აღმოსავლეთ საქართველოს საულტვარო სკოლის მოსწავლეები 7 მაისს სვეტიცხოველში, დასავლეთ საქართველოს საულტვარო სკოლების მოსწავლეები კი 12 და 13 მაისს ბაგრატის საკათედრო ტაძარში შეიკრიბებიან. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვიერთდებიან ფოლკლორის ცენტრის საულტვარო სკოლების შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელი ლიკა ლიპარტელიანი და საულტვარო სკოლების გალობის მიმართულების ხელმძღვანელი ბესო მახათაძე. გეტყვით, რომ ქართოლოგიის აქტუალური პრობლემები მე-15 საუკუნე ამ სახელწოდების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ეროვნული ბიბლიოთეკა მასპინძლობს და კონფერენციას პროფესორ ბატონ ტარიელ ფუტკარაძის 65 წლის იუბილეს ეძღვნება. გადაცემის მსვლელობისას, რა თქმა უნდა, შემოგთავაზებთ სიუჟეტს და აუცილებლად გადაცემის დასკვნით ნაწილში გვექნება საქველმოქმედო ფონდ ცხოვრება მშვენიერიას შესახებ საუბარი კიდევ ერთ პროექტზე, რომელსაც იგი ახორციელებს, ინკლუზიური დასის პრემიერა, ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი ერიკ მანუელ შმიტის ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა ნატალია გალუგრემ დადგა და პრემიერა 5 ივნისს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება. თემაზე სასაუბროდ კი გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგვიერთდებიან ნიკოლოზ ესაკია, ფონდის ცხოვრება მშვენიერიას დირექტორი, რეჟისორი ნატალია გალუგრე და მსახიობი ლუკა დუმბაძე. ასეთი დახუნძლული და საინტერესო გადაცემა გელოდებათ წინ, ასე რომ არ გადართოთ დარჩით ჩვენთან ერთად. ახლა კი ერთად შევიტყოთ ამდის პროგნოზი, თუ როგორია ამდი მოსალოდნელი დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში.
დავბრუნდით მოძღვართან ერთად წყნეთი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი შემოგვიერთდა. დილამშვიდობის ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა, მშვიდობიანი დილა მოსწეს საქართველოს ღმერთმა და მთელ მსოფლიოს. დიდი მადლობა. მამა ლევან, როგორც ყოველ პარასკევს, რა თქმა უნდა, კვირას წირვაზე წასაკითხის სახარების შესახებ საუბრობთ. მოდით შევახსენოთ მაყურებელს თუ რას წაიკითხავს კვირას წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ტაძრებში, რაზე გავამახვილებთ ყურადღებას და განმარტოთ შემდგომ, რა თქმა უნდა. კეთილი. ჩვენი საკვირაო ამონარიდი ამ შემთხვევაში განღვეულის კვირას პასექიდან მომდევნო მესამე კვირის საკითხავს, ლიტურგიულ საკითხავს ეხება და კვლავ დავურთოთ განმარტებად, რომ ლიტურგიული კალენდარი ადამიანს აძლევს საშუალებას ღმერთთან მადლით და შემეცნებით ერთობის გზას. ამის საშუალებას აძლევს. და ამიტომ ყოველი კვირა თავის სახელდებით, თავის საკითხავით, არათუ სახარებით, არამედ მთელი ლიტურგიული საკითხავებით ადამიანს ამის გაცნობიერების საშუალებას აძლევს, გარკვეული რაკურსით წაყვანის, გარკვეული კუთხით წაყვანის, აღმავლობით, შემეცნებით და შესაბამისად მადლით ერთობის. ამდენად არავითარი არ არის შემთხვევითი, მას გარკვეული შინაარსი გააჩნია და ამ შემთხვევაში ჩვენ ეხება განღვეულის კვირას, რომელიც მაცხოვარმა განღვეული ადამიანი აღადგინა. ალბათ უპირიანეა რომ პირველ რიგში თვითონ სახარება წავიკითხოთ, შევახსენოთ ორწმუნო საზოგადოებას კონკრეტულად რომელ თხრობა ამბავზეა დამოკიდებული და შემდეგ გავმართოთ. ამის შემდგომად იყო დღესასწაული ხურიათა და აღვიდა იესო იერუსალიმად. და არს იერუსალიმს ცხოვართა საბანელსა ტბა, რომელსაც ქვიან ებრაელები ბითესდა. და ხუთსტოა იყო. ამაშინა ისხა სიმრავლე უძურთა, ბრმეები, მკელობლები, განხმელები, რომელი მოელია წყლის მის ამღვრევასა. რამე თუ ანგელოზი წლითიწლად გარდა მოვიდოდა საბანელსა მას აღამღვრევის წყალი იგი. და რომელიც პირველად თავიდის ამღვრევასა მას წყლისასა განიკურნის, რომლითაც შეპყრობილ არიან სნეულებითა. იყო ვინმე მუნკაცი, რომელსა 30-18 წელი დაეყო უძულებასა შინა. ესე იხილა იესო მდებარე და გულისხმაო რამე თუ მრავალი წელი აქვს უძულებასა შინა, რქვა მას იესო, გნებავს არათა განიკურნო. მიუგო უძულმანმა და რქვა, უფალო, კაცი არა მაქვს, რათა რაჟამ წყალი ესე აღიმღვრევს თამცამაგდო საბანელს ამას, ვიდრე მე მოვიდოდი სხვა უწინარი შემსაშ თავიდის და განიკურნის. რქვა მას იესო, აღდე გაღიღე ხედარი შენ და ვიდოდე და მეხსეულად გაცოცხლდა კაცი იგი და აღგო ხედარითვის და წარვიდა, ხოლო იყო შაბათი დღე იგი. ეტყოდეს მას ხურიანი იგი, შაბათი არს და არაჯერ არ შენ და აღება ხედარი შენი. ხოლო მან მიუგო და რქვამად, რომელმან იგი გამკურნა მე, მან რქვა, აღიღე ხედარი შენ და ვიდოდე. კითხვითეს უკვე მას ხურიანი იგი და რქვეს, ვინ არის კაცი იგი, რომელმან რქვა შენ, აღიღე ხედარი შენ და ვიდოდე. ხოლო განკვირვებელმა მან არა უწყოდა ვინ არის, რამე თუ იესო მიეფარა, რამე თუ ერი იყო ადგილსა მას. ამისა შემდგომად პოვა იგი იესო ტაძარსა მაშინა და რქვა მას, აჰა ცოცხალი ქმე, ნუ ღარას ცოდავ, რათა არა უძვირესი რაიმე გიყოს შენ. წარვიდა კაცი იგი და უთხრა ხურიათა მათ, ვითარმეთ იესო არის, რომელმან გამკურნა მე. თხრობა არის ასეთი, ეს პერიოდი ემთხვევა, რომელსაც იოანე ოქროპირი აღწერს კონკრეტულად, რომელი დღესასწაული ეს არის მარტვირის, ანუ ებრაულად 50-ობის დღესასწაული, ებრაული პასექიდან მე-7 კვირას, პირველი ნაყოფის ხორბლმარცვლეულის პირველი ნაყოფის შეწირვის პერიოდი და მაცხოვარი 10-ის. ხა საინტერესო რამ არის, რომ სწორედ ბიბლიური არქეოლოგია ბევრ საინტერესო რამეს გვთავაზობს. და როდესაც დღეს საზოგადოება კითხვას უსვავენ ასეთ რამეს, თუნდაც ჩემ პერიოდში ძალადობით ყოველივე ლეგენდებად და მითებად შემოითავაზებოდა და დღესაც არც თუ პასიურია ეს საკითხი, რომ თითქოს ეს ყოველივე არანამდვილია, არამედ გამოგონილი პერსონა და ასე შემდეგ და ვისაც უნდა, როგორც ესეთი გამონათქვამია, ვისაც უნდა ის დაწერს ბიბლიას და ეს ყოველივე მოგონილია, აი რა ცხოვართა შესასვლელი ნამდვილად დადასტურებულია ბიბლიური არქეოლოგიის მიერ და ხუთსტოვა. სტოვა წარმოადგენს ესეთ სვეტებიან გადახურულ ნაგებობას და მისი ნამდვილობა საინტერესო რამ არის. აღწერილი აქვს თუნდაც კირილე იერუსალიმის, იერუსალიმის პატრიარქს და მე-4 საუკუნის მოღვაწეისთვის თავისთავად ის ფაქტები გაცილებით უფრო
ცნობადი იყო ვიდრე ხლის შემდგომისათვის და ის აღწერს რომ 4 ერთმანეთის თანმიმდევრული დერეფანი, სვეტებიანი დერეფანი იყო სტოა, რომელსაც მეხუთე აერთებდა და იქ სწორედ იკრიბებოდნენ სნეულები. აი ბიბლიური არქეოლოგიაში სწორედ შემდგომად ეს ყოველივე აღმოჩენილია და როდესაც მიუხედავად იმისა, რომ რომაელებმა 70 წლის მერე დაანგრიეს სრულიად იერუსალიმი და იქ ელია კაპიტოლინა რომაული ქალაქი ააშენეს, იქაც კი იმ ნაქალაქარის გათხრების დროსაც კი აღმოჩენილია სწორედ კირილე იერუსალიმელის მიერ აღწერილი ეს ამ ნაგებობის ზუსტად ამ ტიპის განლაგების ნაგებობის ნაშთები. და საინტერესო რამ არის, რომ თვით რომაელთა მოგონებაშიც ბითესდა რას ნიშნავს მოწყალების სახლი, სადაც თვითონ წმინდა წერილიც აღნიშნავს, სხვადასხვა სახის სნეულებად შეპრობილი ადამიანები მიდიოდნენ და მათ გარკვეული კურნალობა, ყურადღება ეწეოდა და განსაკუთრებით ეს იყო ტბორი, რომელსაც აუცილებლად ვახსენებთ რა ტიპის ტბორი იყო და თვითონ რომაელთათვისაც კი ასკლეპიოსის სახლი ერქვა. ასკლეპიოსი ამ შემთხვევაში წარმართული პოლითეოზიდაში აპოლონის შვილი, რომელთანაც ყველა სამკურნალო სახლი მასთან იყო დაკავშირებული, მათთვისაც კი ეს ადგილი ამად იყო მიჩნეული. რა თქმა უნდა, დღევანდელ დღეს ის ტბორი აღარ არის შემორჩენილი, მაგრამ განსაზღვრულია მათი ნაშთები და 2 ტბორის ადგილი არის, ნატბორის ადგილი არის მითითებული, როგორც ჩანს, ერთი ალბათ ცხვართა საბანელს ეხებოდა, რისაც სახელი მიწოდებულია და ამ შემთხვევაში ცხვარფერწერისთვის მოყვანილი ცხვარი უნდა განბანილიყო, რომ ქალაქში გარკვეული ბაქტერია არ განევრცო და ეს ზოგადად წყალსობისთვის ისედაც ჩვეულებრივი დღემდე არსებული მოქმედი წესი არის, ხოლო მეორე სამკურნალო წყალი იყო, რომელსაც რათვისება ჰქონდა, თვითონ წმინდა წერილი აღწერს და იოანე ოქროპირის შემდგომ დაურთავს. არათუ ზოგადად რაიმე მინერალური წყალი იყო, რომლის მცდელობა და განმარტებაც არის, არამედ წელიწადში ერთხელ აღიმღვრეოდა და პირველად ვინც ჩავიდოდა ცალსახად მას ეძლეოდა ამის განკურნების საშუალება. და ნეტარი ავგუსტინე აღნიშნავს, რომ 5 დერეფანი, 5 სტოა მოასწავებს ერთგვარ ალეგორიულ სახეს მოსეს 5 წიგნეულისას, რომელთანაც ცხონების გზა არ მიიღებოდა და იქ სწორედ ხალხი იყო შეკრებილი, ეს დავდომილი ხალხი წარმოადგენდა ხსნის მომლოდინე ხალხს და ჩვენ ვიცით, რომ მთელი ძველი აღთქმის ყოველივე სწავლება იყო წინასწარმეტყველება ხსნელის მოსასვლელად და ეს ხალხი ხსნას ელოდებოდა და ის ერთი ხსნელი უნდა მოსულიყო. და ის სწორედ მაცხოვარი მიდის და მის თანადგომას იწყებს. აქაც ერთი რამ შევნიშნოთ, მოწყალების სახლი რქვია, რომელშიც რა თქმა უნდა გარკვეული სახის რაღაც ყურადღებას არქმევდნენ, სხვაგვარად ეს არ ერქმეოდა, მაგრამ როგორც ჩანს, რომ მათთვის წყალობა და შვების მოგროვა მაინც არ იყო ის სათანადო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ გარკვეული სახის თახმარების აღმოჩენას წარმოადგენდა, მაგრამ იქ არ იყო თანადგომა, ნათლად ჩანს დავრდომილი ცხოვრებაში. ამ შემთხვევაში ადამიანთა თავკერძობას ჰქონდა ადგილი და თქვათ, თუნდაც ხარისხობრივად ვინმე უფრო მტკივნეულ საკითხზე ხისთვის ყოფში, მტკივნეულ მდგომარეობაში ყოფისთვის დაეთმო, ამის ანგარიშგაწევა არ ხდებოდა და ეს ადამიანიც ამიტომ აღწერს, რომ არავინ არ მყავს, ვინც წყალში შთამაგდო, ანუ ყველა თავის თავზე ფიქრობდა და ნამდვილად რთული იყო იმ ადამიანისთვის, რადგანაც 38 წელი მარტო სნეულებაში ჰქონდა და გატარებული და ეს ვიღაცებმა მოიყვანეს, იქ დააწვინეს, მაგრამ შემდგომ მისი თანადგომისთვის აღარავის არ უზრუნია. ანუ როგორია ადამიანისთვის განცდა, რომ იგი საშვებელთან მოვიდა, მაგრამ შვებას ვერ აღირსება. სწორედ ამიტომ მაცხოვარი მას აღმოუჩენს დახმარებას და აქ საინტერესო რამ არის, რატომ ეკითხება, სურს განიკურნო. შეიძლება კითხვა გაჩნდეს, რომ რა თქმა უნდა ყველას უნდა და ყველა ელოდება, მაგრამ თვითონ შევნიშნოთ, რომ ამ სახარების ტყრობის ჩართვა წლის ამ პერიოდში
არის ზუსტად განკუთვნილი აქედან გამომდინარე, რომ ეს არის თხრობა სწორედ პასექიდან მარტვირიამდე და რა ახლობით ეხება ზუსტად ჩვენ ლიტურგიულ პერიოდს აღდგომიდან სულთმოფენობამდე და მაცხოვრის მოქმედება არის ყოვლითურთ აღმადგინებელი, ყოვლითურთ შვების მომცემელი, ყოვლითურთ განმაახლებელი, სულიერი და ფიზიკური პროცესების დასასრულსაც კი ამ ეუბნება სწორედ სულიერი პროცესი არის მნიშვნელოვანი საძირდარი წადიდან უღარას წოდავ რომ უფრო ძვირი არ შეგეძინოს. და აქ არის ერთი საინტერესო ფაქტორი რომ შეიძლება ჩვენ ადამიანები სწორედ ცოდვის მიერ მდგომარეობას ვეჩვევით და იმდენად საკუთრივი ხდება რომ მისგან განშორების სურვილი აღარ გვიჩნდება. თუნდაც ის რომ შეიძლება მორწმუნე საზოგადოება თავს თვლიდეთ მორწმუნედ ქრისტესთვის სიყვარულით თავდადებული, მაგრამ ჩვენი ლტოლვა ღვთისადმი ეს პრაქტიკა აჩვენებს ამას დოზირებული იყოს, ანუ მხოლოდ და მხოლოდ იმ დოზით გავდეთ ქრისტესკენ ნაბიჯ რა დოზითაც ჩვენ გვსურს. არა და უსრულესობისკენ ზეციური უსრულესობისკენ მოგვიწოდებს უფალი. სწორედ ამიტომ ეკითხება რომ სურს თუ არა მას, ანუ გამიჯვნა ეს არის პირველი შემთხვევა, რამდენიმე ადგილას შევხვდებით, ხო, როდესაც ეკითხება გამიჯვნა თავისთავად მისი შედეგისაგან. და ისიც განმარტავს, განუპასუხად, რომ მას თანამგრძნობი არ ყავს და მაცხოვრისგან თანამგრძნობს სიტყვას იცავს, რომ ადექი და შენ დასაწოლი აიღე და ის იგრძნობს იმ ძალის ხმევას, რომ განიკურნა, დგება და ამ დროს მაცხოვარი მიეფარა თვალთაშორის და ამ მაშინვე როგორც ჩანს, რომ ადამიანები მოდიან და ეკითხებიან, რომ ვინ მოგცა შენ აღების უფლება, იმიტომ რომ შაბათს უძრაობასაც კი უწოდებდნენ და არა თანაგრძნობას წარმოიდგინეთ, რომ 38 წელი ადამიანი ელოდება. ეს წარმოუდგენელი რამ არის. ადამიანს როდესაც გატოკება არ შეუძლია და მას თანამდებად რამდენი დაავადება შეიძლება გქონდეს თვით დღეს კლინიკურ პირობებში, როდესაც გარკვეული სახის ყურადღება ეთმობა, შეიძლება ადამიანს ნაწოლები, ხორციელობა, მთელი რიგი პრობლემები წარმოგვიდგეს. აღარაფერს ვიძახი ფსიქიკურ განწყობაზე, რომელიც ადამიანს შინაგანად ანადგურებს. ძნელი ადამიანი მაინც თავის ავადობას შეიჩვიო. თანაგრძნობის ნაცვლად მას ეკითხებიან, ვინ გითხრა რომ აღიღე და ამ შემთხვევაში გაურკვეველი რჩება მისთვის ავტორი, რადგანაც მაცხოვარი მალიად მიეფარა და ვერ მიუთითა. აი შემდგომ ტაძარში, რატო ხდება ტაძარში? ამ ადამიანს აღმოაჩნდა სწორი სულისკვეთება, ის მიდის და მადლიერებას გამოხატავს უფლისადმი და სწორედ იქ მიდის და მადლიერების შემდგომ მეუბნება, მიუთითებს ცხოვრების გზაზე, რომ აღარ სცოდოს. ჩვენთვის უცნობია ის ფაქტი, რომ რეალურად რა ქცევა, რა ყოფა, რა მიზეზები იყო გამოწვეული, რომელმაც ამ მდგომარეობაში ჩააგდო, მაგრამ ფაქტია, რომ მაცხოვარი ეუბნება მას და შესაბამისად მის წინარე ცხოვრებაში ჩანს, რომ რაღაცა ყოფითი მდგომარეობა იყო, რომელმაც მიიყვანა ამამდე და ასე რიგად დასცა. და ამიტომ გულისხმობთ ჩვენს ყოველმა, რომ ჩვენი შინაგანი და ფიზიკური მდგომარეობა ურთიერთკავშირშია. ჭიდროთ ერთმანეთთან გადაჯეჭვული არის და თავისთავად სულიერი დაცემულობაც ხდება სახე ფიზიკური დაცემულობისა. თუნდაც გავიხსენოთ ჩვენ პირველი ადამიანი, რომელმაც მადლის დაკარგვის შემდგომ დაკარგა ფიზიკური უკვდავებაც და შესაბამისად ის ხრწნადობას მიეცა. წვევა მასში ამის შედეგად მადლის დაკარგვის შემდგომ შემოვიდა. სწორედაც ჩვენ ამას უნდა დაუკავშიროთ და გულისხმავთ იმ ადამიანის როლი, რომელშიც ერთი რამ უნდა დავაფასოთ. ამ ადამიანს 38 წლის განმავლობაში ნუგეში არ დაუკარგავს მიუხედავად იმისა, რომ მას თანადგომა არ ქონდა და მოთმინებით ელოდა იმ შესაძლებლობას, რომელთაც მას თანადგომა და შეწევნა იქნებოდა. ჩვენს პირველ რიგში, როდესაც რაიმე ცხოვრებისეული განსაცდელი გვაქვს, თუნდაც უხეშად თქვა პირდაპირ ცალსახად ცნეულების მოლოდინის აღჭურვა გვმართებს და უფალი ჩვენ ცხოვრებაში ნამდვილად შემოაბიჯებს. და აი ამ დროს მოლოდინი არათუ უაზროდ და არამედ საკუთარი თავის თვითშეფასება, განსჯა, პოვნა, თქვათ, გარკვეული სულიერი დეფექტებისა და მათი აღმორგვის
ცდილობა რომ შინაგანად კავშირი და სიმართლე ვიპოვოთ უფალთან. ეს არის უმთავრესი გზა, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი რაც ხდება რომ შეიძლება სიტყვაზე ღმერთმა ჩვენი ფიზიკური სნეულება დაუშვას ცალსახად იმის გამო რომ ცნობიერი გაამართლოს. როდესაც ჩვენ მაცხოვრის მიერ თელ რიგ სნეულებათა განკურნებას ვეხებით, იქ მაცხოვარი პირველ რიგში იწყებს ცნობიერების გამართლებას, სულიერად გამართლებას, მის სულიერ აღდგინებას და ამქედან გამომდინარე იწყება მისი ფიზიკური გამართლება. თითოეული მათგანი არაერთი თხრობა, რომელიც ჩვენ მოვიყვანოთ, ცალსახად ცნობიერების გამართლებას ეხება. დედაკაცი, რომელიც რწმენით მიდის, ცნობით განართლა და ამით სხვებსაც მოუწოდა. ყველა მაგალითში, სადაც მიდის, იქ გრწამს, გსურს, შეკითხვები სულ ცალსახად ამგვარია. და ის სწორედ რადგანაც თვითონ მაცხოვრის დამოკიდებულება ამგვარია, დასაშვებს ხდის უფალი ზოგჯერ, რომ თუ კი ადამიანი თვითონ ცხოვრწუთი სოფელს ერთგვარ კმაყოფილებაში გართულ ადამიანს დაავიწყდა თავისი შეფასება, თავისი მდგომარეობა, შედეგები რას მოუტანს, რისკენ მიყავს. ამ შემთხვევაში დაუშვებს ააცლის გარკვეულწილად იმ მფარველობის ფარდის გარკვეულ ხარისხს, რომლითაც ადამიანი თვითონ შედეგობრივად მიდის იმისკენ, არათუ ღმერთი მიგრის ნეულებას, არამედ დაუშვებს იმას, რომ შედეგობრივად მოიმკოს ადამიანმა თავის მოქმედების კვალი. ზოგჯერ ხდება კიდე რომ არათუ ადამიანის პირადი ბრალეულობა არის, არამედ წუთი სოფელში ჩვენი მოქმედება ერთმანეთს ზიანს აყენებს, თუნდაც უხეშად ვთქვათ, გარემოს დაბინძურებით, ცევითი დამოკიდებულებით თუ სხვა რამ, ეს უშუალოდ არათუ საკუთარ თავზე, არამედ მესამე პირზეც აისახება და ამ დროს განში საშუალება რომ მოგვწეს, უშვებს უფალი ამას და ამის მერე გულისხმობთ დავიწყოთ შეფასება. ისე ძალიან საყურადღებოა მამა ლევან, რომ მარხვის პერიოდში ახლა სწორედ აღდგომა ვიზეიმეთ და შესაბამისად ვემზადებოდით იმისათვის, რომ ეს ზეიმი ჩვენში ყოფილიყო ნამდვილი გულწრფელი და სწორი დამოკიდებულება გვქონოდა. ამისათვის განვლო მთელმა 40 დღემ ადამიანი ცდილობდა, რომ მაქსიმალურად ყოფილიყო მობილიზებული, მაქსიმალურად ყოფილიყო თავის თავთან დიალოგში სულ, რომ კონტროლებინა საკუთარი მიდრეკილებები, დამოკიდებულებები და ასე შემდგომ ცდილობდა რომ და ვცდილობდით რომ არ ჩავარდნილიყავით ცოდვაში. და შემდგომ თითქოს როდესაც უკვე დადგა აღდგომა, ამის შემდგომ უკვე პირველი რაში ცოდვაშიც ვარდებით, ეს არის ნაყროვანება და მე უკვე მოსდევს ამას სხვადასხვა რიგი ცოდვები. და სწორედ ეს მონაკვეთი, როდესაც განიკურნება და შემდგომ მეუბნება რომ ვინაიდან განიკურნა აღარ ჩავარდეს იგივე ცოდვებში. ეს არის ალბათ ის, რაც ჩვენ გვევალება, რომ ის პერიოდი, როდესაც ჩვენი თავი გამოვწორთენით, ასე ვთქვათ, და უკეთესები გავხდით, ვიდრე გუშინ ვიყავით, უკეთესები ვიყოთ ხვალ, ვიდრე დღეს ვართ. ალბათ აი ამაზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პრაქტიკა არის ასეთი, რომ მორწმუნეთა უდიდესი ნაწილი მოდის მარხვის პროცესში სხვადასხვა დროს უერთდება და აღდგომასაც ესწრებიან. შემდგომ უცებ ერთგვარი სასულიერო არდადეგებს გამოაცხადებენ თვითნებურად და მრევლი გარკვეული ნაწილი, ყოველ შემთხვევაში მრევლად წოდებული დავარქვათ თუ მრევლი ქრებიან. არადა საინტერესო რა არის, რომ ეს მთელი კვირათა ლიტურგიულ კვირათა სახელები ჭიდრო ურთიერთკავშირშია და ხარისხობრივად ცნობიერად ავყავართ, რომელიც მე მადლით ერთობის საშუალებას გვაძლევს. უზეებიშვილის კვირა გავიხსენოთ. ძალიან მოკლედ უცებ ვთქვათ. რა ხდება? ადამიანი განშორდა ღმერთს, დაეცა, განიცადა სიბინძურესთან მოზიარეობა, რასაც ღორებთის წყემსა ქვია, ეს ვნებათა წყემსა ქვია, ამის ჭიდილი ვნებებთან, შემდგომ მის შედეგსაც კი იგემებს და ესეც კი სანატრელი ხდება რომ ამ შემთხვევაში მან რა დაკარგა ძეობის და მუშაკობის სურვილი უჩნდება, თვით გამორკვევის სურვილი იწყება, შემდგომ მოქმედებას იწყებს და სინანულს გამოხატავს. გზად მიდის რომ ის ღირსი არ არის და სინანულით უნდა შეხვდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში ვიცოდეთ რომ სწორედ მადლით აღდგომაში არა იმდენად ჩვენი მოქმედება არის თვითონ აყვანებელი, ჩვენი მოქმედება აუცილებლად მნიშვნელოვანი საფუძველი არის, იმიტომ რომ ჩვენი განზრახვის და მოქმედების გარეშე ღმერთი არ მოქმედებს ჩვენ თავისუფალებას. მაგრამ შეხვედრად ხდება
ღვთისმოქმედება, ხო? მამა მოდის და ეხვევა და მიყავს და ის სინანულს გამოხატავს და აყავს. აი მთელი რიგი ეს პროცესი აღდგომამდე რაც გავიარეთ არის ცალსახად სამზადისი. და როდესაც ადამიანი ამ პროცესის აღდგომის მერე ხრება, დაახლოებით რას მგვანება, იცით, იგავი რო ასე დამთავრებულიყო, რომ მამა ჩაეხუტა, შემოსა ეს ყოველივეთი, განამშვენა და ძეუძემ გატრიალდა მამის წიაღიდან და წავიდა ისევ ღორებთან. თავისთავად გარკვეულ მცირე დროში იმ სამოსიდან აღარაფერი დარჩება, ისევ მეხორეს ძონძებად იქცევა და ყოველივე მისი ბრწყინვალება, ბოძებული ბრწყინვალება გაქრება. იგისივე სხვა თხრობა გავიხსენოთ, თორსა მაცხოვარი ქორწილში დაპატიჟებს, ადამიანი დაპატიჟებს ქორწილში ადამიანებს და მოიყვანს გზიდან, გზაჯვარედინიდან თუ სხვადასხვა უბნიდან და ასე შემდეგ და ქორწილში შედის, დაუძახებს, ანუ უგვანი და უბირო, ანუ ესეთი ხალხი არის შერჩეული და არა თვალსაჩინო და წარჩინებული და იქ ერთ-ერთი მეკორწინე სამარხო, ანუ არა სადღესასწაულო სამოსელში რას ნიშნავს, ის ადამიანი არ თანაეზიარა იმ მდგომარეობას და შედეგი როგორ არის მაცხოვრის მიერ ხისტი, რომ გააგდებენ მას ქორწილიდან და აღწერენ მის მკაცრ მდგომარეობას. აი ზუსტად, როდესაც ჩვენ ვივლით ამ ყოველივეს და თუნდაც რაღაცა ხარისხით ღვთისგან შემწყნარებულ სიყვარულს მივიღებთ და მას ვაგდებთ და ამ პროცესს შემდგომ ამ რკინებას და აღმავლობას განვეშორებით, მაშინ ჩვენ ამას ვიმგვანებით. და დასასრულ შევახსენოთ, რომ არათუ აღდგომა თვითმიზანი ქრისტეს მიერ ბოძებული, არამედ ამაღლებას ემსახურება აღდგომა და სწორედ ჩვენი ამ შემთხვევაში კვირათა სახელდოება, რომელიც რწმენის შენებას გამოხატავს და მაცხოვრის ყოვლითურ ჩვენ და მისასოება, ჩვენ და მის ზრუნვას, რომელიც ჩვენ მის და მისასოებას აშენებს, აქ არც მეტი არც ნაკლები ამაღლებას, ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რომ ღმერთმა კაცობრიობი ბუნება არათუ უბრალოდ აღადგინა პირველ მდგომარეობაში, არამედ სეციურ წიაღში აღიტაცა. თორემ სხვაგვარად მაშინ რა გამოდის, რა მაცხოვარი ლევიტაცია განიცა და ეფექტი მოახდინა, არ მაცხოვარი ყოვლითურთ ყოველთვის აღმავსებელი არის. რა გააკეთა მან? თვალსაჩინოება გამოხატა, რომ ადამიანური ბუნება იქადიტაცა და თუ ჩვენ ამ პროცესს მოვაკლდებით და თანამშენებლობა, თანამოქმედების სურვილი არ გვექნება, ჩვენ ამის მოზიარენი არ ვიქნებით და უარესი საზღაურის გავხდებით, როგორც იქაოში ამბობს, რომ გაასუფთავა ეშმაკეულმა, დატოვა ადამიანი, დარჩა სუფთა და მერე მოვიდა და შევსებული ვერ ნახა, ანუ რა, რომ მან შვება მიიღო იმ ეშმაკეულმა, განიკურნა, მაგრამ მერე მან ღმერთი არ იპოვა, ღმერთთან ურთიერთობა ჭიდრო არ ნახა და სიცარიელი ამას ნიშნავდა და მერე უფრო უძვირესი შეეძინა. დღევანდელი სახარების დასასრულიც ეს არის და ამიტომ ამ გზის გავლის მერე უკუქცევა უფრო ძვირი პროცესის მომცემელია. სანამ დავასრულებდა ჩვენ შეხვედრას, მამა ლევანი ცოტა დრო გრჩება, მაგრამ რომ შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, აი კვირას დასაკითხის სახარების შინაარსი, ასე ვთქვათ და რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, რა უნდა მიიღოს კონკრეტული აი ამ თავისგან. საერთოდ ნებისმიერ პერსონაჟში ეს არა უბრალოდ ისტორიული თხრობა, არამედ თითეული ჩვენი სულიერი ასპექტი ყველა ჩვენგანმა უნდა დავინახოთ. შესაძლოა რაღაც მომენტში ეს ვერ პარალელი ვერ დავინახოთ, მაგრამ რაღაც მომენტში აუცილებლად ჩვენ აღმოჩნდებით და არათუ ისტორიული თხრობა, არამედ საკუთარი თავი დავინახოთ და შევაფასოთ შინაგანი დავრდომილობის ხარისხი და მოლოდება ღვთისაგან და ვიცოდეთ, რომ რა თქმა უნდა ადამიანები კაცმოყვარენი და თანამდგომი უნდა იყოთ, მაგრამ უპირველესი თანამდგომი და ჩვენთვის ზრუნველი ღმერთი არის და მისდამი უწყვეტი ლტოლვა უნდა ქონდეს ადამიანს და არა სეზონური და არ უნდა ქონდეს მივიდეთ ეკლესიაში და მე გამოვაცხადოთ სულიერი არდადეგები. ძალიან დიდი მადლობა მამა ლევანი მოგზაურობისთვის და საინტერესო საუბრისთვის ჭეშმარიტად. თქვენ კი შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ წყნეთი ახალდაბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლევან ფიროსმანაშვილი. ამასობაში 9 საათიც გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთად უნდა აღვავნოთ უფლისადიდებელი ლოცვა. შემდგომ კი გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად დაგიბრუნდებით.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა, და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან, რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მეუწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანომე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინომე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუნცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. Sweet
როგორც დაგპირდით, დაგიბრუნდით გადაცემის სტუმრებთან ერთად და გეტყვით, რომ საალუტბარო სკოლების ფესტივალში გალობის მერცხლები წელს უპრეცედენტო რაოდენობის 1000-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. ანზორი რქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით აღმოსავლეთ საქართველოს საალუტბარო სკოლის მოსწავლეები 7 მაისს სვეტიცხოველში, დასავლეთ საქართველოს საალუტბარო სკოლების მოსწავლეები კი 12 და 13 მაისს ბაგრატის საკათედრო ტაძარში შეიკრიბებიან. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ ფოლკლორის ცენტრის საალუტბარო სკოლების შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელი ლიკა ლიპარტელიანი და საალუტბარო სკოლების გალობის მიმართულების ხელმძღვანელი ბესო მახათაძე. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობისთვის და რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებთ. რაც შეეხება ჩვენ სასაუბრო თემას, აღნიშნეთ და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ უპრეცედენტო შემთხვევა 1000-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უკვე მეორედ ტარდება ხომ შარშან იყო ეს ფესტივალი, შარშან აიდგა ფეხი ასე ვთქვათ და წელს 1000-მდე მოსწავლეს არ არის ცოტა რიცხვი ნამდვილად და ორმაგად და 10-მაგად სასიხარულოა მაშინ, როდესაც ეხება ახალგაზრდა თაობას. ეს იმის მანიშნებელია, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდება, ეს ყველაფერი არ დაიკარგება და ეს თქვენ შრომა, რომელსაც ასე დებთ და მუხჩაუხრელად შრომობთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად თითოეული ადამიანის სულამდე, გულამდე მივიდეს და შენარჩუნებული იყოს, თქვენ ამისთვის ძალიან ბევრ შრომობთ და ძალიან დიდი მადლობა. თუმცა თქვენს იქეთ კიდევ ძალიან ბევრი ლოტბარი არის, ძალიან ბევრი მსურველი, მშობელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ რო არა მათი სურვილი შესაბამისად ეს ბავშვები ვერ მოვიდოდნენ აქამდე. მოდით ვისაუბროთ ფესტივალის შესახებ, კონკრეტულად როგორ მიმდინარეობს, როგორ არის დაგეგმილი ეს ყველაფერი და შემდგომ უკვე რა თქმა უნდა კითხვებით შემოგეჭრებით შიგადაშიგ. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც აღნიშნეთ, ფესტივალი შარშან დაარსდა, შარშან აიდგა ფეხი. წელს უკვე მეორედ ხვდებით ერთმანეთს და ძალიან დიდი სიხარულით ყველას მხრიდან, როგორც ფოლკლორის ცენტრის, ისე ბავშვების, მშობლების და ზოგადად იმდენად მნიშვნელოვანია ეს აქტივობა, რომ ვფიქრობთ, რომ ყველამ კარგად გაისიგრძეგანა და ამას არ ქონია არანაირი დაბრკოლება არავის მხრიდან და ყველაფერი ისე მიმდინარეობს მშვიდად, როგორც ჩანაფიქრია და როგორც დაიგეგმა. როგორც აღნიშნეთ, უკვე ჩატარდა 7 მაისს სვეტიცხოველში პირველი ღონისძიება და ეხლა უკვე ვემზადებით 12 და 13 მაისისთვის ბაგრატის ტაძარში. ასევე სიმშვიდით და ველოდებით, რომ იქაც ყველაფერი კარგად ჩაივლის. რაც შეეხება 7 მაისის ღონისძიებას, ასე ვთქვათ, რა მოლოდინებიც გქონდათ, რამდენად გამართლა და როგორ შეაფასებდით? შეიძლება ითქვას, რომ გამართლდა. შარშანდელთან შედარებით გვაქვს ძალიან დიდი წინსვლა, როგორც ჩვენი მხრიდან, როგორც დაორგანიზების კუთხით, ასევე მზაობა სკოლებისა. წელს იყო გაცილებით უფრო წინწასული, ჩამოყალიბებული, კარგად გააზრებული. წინა წელს პირველი იყო და ცოტა დაბნეულები ვიყავით ყველანი, მაგრამ როგორც ვთქვით, იმდენად დიდია სიხარული ამ საქმისა და ერთობისა, ერთად ყოფნისა, რომ წელს უკვე გამართულად შევხვდით და თქვენთან გადმოვალ კითხვით ბესოს, რომ თქვენ როგორც საალუტბარო სკოლების გალობის მიმართულების ხელმძღვანელი, საინტერესო არის თავად ბავშვების დამოკიდებულება, ვთქვათ და როგორი არის მათი ეს სარეპეტიციო პერიოდი, ვთქვათ, რას აქცევენ უფრო მეტწილად ყურადღებას და რამდენი დიდი სურვილი აქვთ, რომ გაყვნენ ამ გზას. პირველ რიგში მოგესალმებით და დიდი მადლობა მოწვევისათვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ თქვენს კითხვასაც გავცემ, რა თქმა უნდა, პასუხს საერთო ჯამში ჩვენ 2000-მდე მოსწავლე გვყავს ჩვენ საალუტბარო სკოლებში
შარშან დაახლოებით 500-მდე ბავშვი მონაწილეობდა გალობის ფესტივალში, წელს როგორც აღნიშნეთ 1000-მდე და აი შემდეგ წლებში გვინდა რომ ყველა მოსწავლე ჩავდოთ. როგორც ლიკამ აღნიშნა, ჩვენც ვიზრდებით, ჩვენც მუშაობთ რომ ყველა ბავშვი მივცეთ საშუალება რომ ყველა ჩაერთოს გალობის ფესტივალი იქნება თუ სხვადასხვა ღონისძიებები. ასე რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი სიახლეებით და კიდევ უფრო კარგად ორგანიზებულად შევხვდებით ამ ფესტივალს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, სიმღერასთან შედარებით ეს ცნობილი ფაქტი არის, რომ გალობა უფრო რთული სასწაული არის, რადგან გალობა ეს არის პროფესიული მუსიკა. გალობაში არ არის იმდენი თავისუფლება და არც მოდუნების საშუალებას არ ეძლევა გალობას, როგორც თქვა და სიმღერაში. სიმღერას არ ეძლევა მოდუნების საშუალებას, მაგრამ გალობა მაინც სხვა მიდგომა სჭირდება, სხვანაირი შრომა სჭირდება. ამიტომ ბავშვებს სიმღერა უფრო უყვართ და უხარიათ, თუმცა თუ ჩვენ ბავშვებს თეორიულად აუხსნით თუ რა მნიშვნელობა აქვს გალობას, რატომ სჭირდება უფრო მეტი შრომა, ბავშვები ამას მიიღებენ და ეს მიმართულებაც ჩვენ დავნერგეთ ჩვენ საავადმყოფო სკოლებში, რომ გალობა არ იყოს მხოლოდ პრაქტიკული, არამედ ბავშვებმა თეორიულად გაიაზრონ, რომ რას ნიშნავს გალობა, რატომ უნდა იგალობონ, რომ ეს გალობა არ არის სევდასთან და რაიმე მოწყენილობასთან ასოცირებული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამისი შემთხვევები ყოფილა, რომ როდესაც გალობას იწყებენ ან სწავლობენ, აი სახეზეც ეტყობათ ზოგიერთ ადამიანს, რომ რაღაც მოწყენილი სახე სანამ გაიაზრებენ თუ რასთან აქვს საქმე. რომ მოწყენილი სახე უნდა მიიღოს. ესე არ არის და ჩვენ აი ამას უხსნით უკვე ბავშვებს უფრო სიღრმისეულად, რომ გალობა ეს არის სიხარული. გალობა ეს არის მადლობა უფლის მიმართ, ეს არის დღესასწაული. განსაკუთრებით, როდესაც უგალობთ სადღესასწაულო საგალობლებს, როგორ შეიძლება რომ მოწყენილი სახე. ესეც ერთ-ერთი ფორმაა უფალთან ურთიერთობის და მასთან დიალოგის. როგორც სულხან-საბა ორბელიანი აღნიშნავდა, გალობა ეს არის ღვთისმეტყველებისა მაღლისა ხედვისა იყოს. ანუ ღვთისმეტყველების ერთ-ერთი დარგად მიიჩნევა გალობა, რადგან გალობით ისეთი ტექსტები იგალობება, რომელიც ადამიანებს ანგელოზების მიერ ეუწყათ, ვიცით ჩვენ რომ წმინდა ღმერთო სამწმინდაოს გალობა ეს ანგელოზების გალობა არის, დიდება მაღალთაშინა ეს ანგელოზების გალობა არის, ასე რომ თუ ჩვენ თეორიულად ბავშვებს აუხსნით რომ რა არის გალობა, როგორ უნდა ვიგალობოთ, რატომ უნდა ვიგალობოთ, მათაც გაუადვილდებათ და უფრო სწორი დამოკიდებულება გაუჩნდებათ თავისთავად. დიახ, უფრო გულისხმიერად მიუდგებიან, ასე რომ ჩვენ მუშაობთ ამ საკითხებზე. იკა, რაც შეეხება თავად საავადმყოფო სკოლების მიმართულებებს, ეს კიდევ ცალკე სამუშაო საკითხია, ასე ვთქვათ და ამზეც მუდმივი კონტროლი არის საჭირო, ხო და მუდმივი მუშაობა, რომ დაიხვეწოს ეს ყველაფერი და ყოველ წელს უფრო და უფრო უკეთესი შედეგი დადოთ, ასე ვთქვათ. აი საინტერესო არის თვითონ ბავშვების რაოდენობის ეს მოზღვავება, როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს და როგორ ხდება აი ამ საკითხების დამუშავება, დახარისხება და შემდგომ აი ამ ფორმით წარმოჩენა მსმენელის წინაშე. ბავშვების რაოდენობა იზრდება საავადმყოფო სკოლების ზრდასთან ერთად. ასევე ძველ სკოლებში ხდება შემოდინება, გადინება ბავშვების ახალი ნაკადების მიღება. ეს ყველაფერი ისეა დალაგებული ფოლკლორის ცენტრის მიერ, რომ რაიმე გართულებებს ამასთან მიმართებაში ჯერჯერობით არ შევხვედრივართ. ამაზე კარგად მოქმედებს თვითონ განწყობა და დამოკიდებულება, როგორც თქვენ ბრძანეთ, მშობლებისა. ამ სკოლებში მოსული ბავშვები ძირითადად გააზრებულად მოდიან, სად მოდიან, მიუხედავად ასაკის სიმცირისა, ჩვენ გვყავს 5-დან თითქმის 18-19 წლამდე მოსწავლეები და დამოკიდებულება და განცდა ისეთია, რომ ამის მართვა ხდება აი ძალიან ესე შვიდად და შესაძლებელია ეს. მოგეხსენებათ, გალობა ეს
რადგან გალობაზე ვსაუბრობთ, დღეს გალობაზე გავაკეთებთ აქცენტს. ქართული გალობა ეს დროში ნაწვართია, როგორც ბესომ თქვა, კი ეს მუსიკაა, პროფესიული მაღალი მუსიკაა, მაგრამ ეს არის დროში ნაწვართი ფიქრი ამ ბავშვების წინაპრების. ეს არ არის მხოლოდ მუსიკა, ეს არის დამოკიდებულება, ღვთისადმი დამოკიდებულება და ეს ბავშვები ეცნობიან იმას, თუ როგორები იყვნენ მათი წინაპრები, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ღვთისადმი, ხო, ეს გამოხატულია როგორც ხატწერაში, როგორც ჩვენს ბარელიეფებში, ხო, აი რო ავიღოთ, აი შემოწნულია ჩვენი ეკლესია, მონასტრები, ხო, აი ქვაც კი ნაწერთობია, ფერები როგორი ნაწერთობია, ასეთივე დამოკიდებულება აქაც გალობაში და ამის სწავლასთან ერთად ბავშვები გარდა იმისა, რომ ღვთისმსახურებაში ერთვებიან, აი წელს უკვე 45 სკოლიდან 33 სკოლა ფაქტიურად დგას მსახურებას. და დანარჩენები აი დიდ დღესასწაულებზე მაინც ახერხებენ, რომ შეასრულონ შესაბამისი საგალობლები და ხო აი ამ ცოდნასთან ერთად და ამ პრაქტიკულად ტაძარში მსახურებასთან ერთად ეს ბავშვები სწავლობენ თავიანთ თავს რეალურად, ხო? ეს არის როგორც გალობაში, ასევე სიმღერაში. სიმღერა ხო მარტო სიმღერა არ არის ჩვენი და წელს აი მადლობა მინდა უთხრა ყველა ადამიანს, ვინც ამაში ჩართულია, რომ სიმღერა გალობასთან ერთად დაემატა ზეპირსიტყვიერებაც, რომელიც თავის ძალიან დიდ როლს ითამაშებს და ერთ მშვენიერ დღეს გამოიღებს აუცილებლად ნაყოფს. და მოკლედ დიახ, და შევახსენოთ მაყურებელს, ის რომ სვეცხოველში უკვე 7 მაისს ჩატარდა, ასე ვთქვათ, პირველი შეხვედრა გაიმართა და 12 და 13 მაისს ბაგრატის ტაძარში შევხვდებით. იქ უკვე დასავლეთ საქართველოს სკოლის ბავშვები ერიან და საგალობლებით შესაბამისად დასავლეთის გვაქვს გელათისა და შემოქმედის სკოლის საგალობლები. მომბრძანებისთვის წარმატებებს გისურვებთ თქვენ, რა თქმა უნდა, საუბარ სკოლების მოსწავლეებს. და კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ ჩვენი სტუდიის სტუმრები ბრძანდებოდნენ ფოლკლორის ცენტრის საუბარ სკოლების შემოქმედებითი მიმართულების ხელმძღვანელი ნილიკა ლიპარტელიანი და საუბარ სკოლების გალობის მიმართულების ხელმძღვანელი ბესო მახათაძე. ჩვენს ეთერში ახლა სიუჟეტის დროა, ქართოლოგიის აქტუალური პრობლემები მე-15 საუკუნე. ამ სახელწოდების საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ეროვნული ბიბლიოთეკა მასპინძლობს. კონფერენცია პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის 65 წლის იუბილეს ეძღვნება. ნახოთ სიუჟეტი და უფრო მეტი შევიტყვით. ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები მე-15 საუკუნე, ასე ეწოდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას, რომელიც ქართველი ენათმეცნიერის ტარიელ ფუტკარაძის დაბადებიდან 65 წლის თავს ეძღვნება. კონფერენცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში 8 მაისს გაიხსნა. სამუშაო პროგრამაში დედაქალაქის გარდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის უნივერსიტეტია ჩართული, მათ შორის ახალციხის, გორის, თელავისა და ქუთაისის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები. კონფერენციის ფარგლებში ასევე დაგეგმილია გრწანისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლიტერატურული კომპოზიცია მახათას პანთეონში, სადაც პროფესორი ტარიელ ფუტკარაძეა დაკრძალული. ეროვნულ ბიბლიოთეკაში იმართება ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ქართველოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც 2 დღეს გასტანს და მოხსენებები საკმაოდ საინტერესო იქნება, იმიტომ რომ აქ მოწვეული და მონაწილე მეცნიერები საკმაოდ ფართო და საინტერესო ნაშრომებს წარმოადგენენ და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. თავად ეს საერთაშორისო კონფერენცია ეძღვნება ტარიელ ფუტკარაძის 65 წლის იუბილეს. ბატონი ტარიელი გამორჩეული მეცნიერი იყო, გამორჩეული პოლიტიკოსი და საერთო ჯამში გამორჩეული ქართველი. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართველოლოგიურ კვლევებში, ენათმეცნიერების მიმართულებით და ყველა ის პრობლემატიკა, რაც სამეცნიერო საზოგადოებაში არის დაგროვილი, ამ თვალსაზრისით სწორედ აქ იქნება წარმოდგენილი. ეროვნული ბიბლიოთეკა, რა თქმა უნდა, ესალმება და მხარს უჭერს აღნიშნულ ღონისძიებას და კონფერენციას და ამავე დროს ვფიქრობთ, რომ მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას და თუ კი საჭირო გახდება თქვა საგამომცემლო ნაწილში მხარდაჭერა, ჩვენ რა თქმა უნდა მხარს უჭერთ ამ საკითხს. მოხარული ვარ, რომ
გრძელდება ის დიდი ტრადიცია, რომელსაც ბატონმა ტარიელ ფუტკარაძემ ჩაუყარა საფუძველი. ეს არის კონფერენცია ენათმეცნიერების შესახებ და ეს ცხადყოფს იმას, რომ ტარიელი ცოცხალია და ჩვენს გვერდშია, რადგან მის მიერ დაწყებული ეს დიდი საქმე გრძელდება. მე ბატონ ტარიელთან სამი ფუნდამენტური საკითხი მაკავშირებს. ეს არის ერთი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა, ეს არის აჭარა და საერთოდ სამხრეთ-დასავლეთ საქართველო და მესამე არის სამეცნიერო და საგანმანათლებლო მუშაობა. დიდი პიროვნება იყო ბატონი ტარიელი და აღსანიშნავია ის, რომ იგი იდგა ისტორიის სწორმხარეს ყოველთვის. ენათმეცნიერის 65 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ტარიელ ფუტკარაძის ქართველოლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ქართველოლოგიის ცენტრის ორგანიზებით იმართება. აღსანიშნავია, რომ ქართველოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2012 წელს თავად პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ დააფუძნა. ტარიელი თავისი ბუნებით, თავისი ძლიერი ხასიათით, თავისი რა ცოცხალი, სიცოცხლით სავსე იმით ენერგიით, რომელიც გადამდები იყო ყველასთვის, როგორც მისი კოლეგების, მისი მასწავლებლებისთვისაც მოწესრობის და მისი სტუდენტებისთვის მით უმეტეს. მე არ შემიძლია აი ამ ცრემლების გარეშე გავიხსენო მისი ეს როგორი მოღვაწეობა იცით, მთელი სულიერი და ფიზიკური დატვირთვით. მე მგონია, რომ სწორედ აი ამ ენერგიის, თავისი ასე ვთქვათ, სულიერი ენერგიის და ფიზიკური ენერგიის გადაჭარბებული იმით, აი მოფენით რა და აი ამ მისი სრული დახარჯვით რა მოხდა ის, რაც მოხდა, რომ ის ადრე, ძალიან ადრე წავიდა ჩვენგან. ეს კონფერენცია დაარსებულია პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის მიერ. ეს არის მისი, ასე ვთქვათ, ჩანაფიქრი, მისი იდეა. ის ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მისი კოლეგების მნიშვნელოვანი ნაწილი, მისი მოწაფეები, ასე ვთქვათ, გუნდს წარმოადგენენ, რომლებიც გულშემატკივრობენ ქართულ ენას, საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა დიალექტურ ვარიანტს, ყველა თავისებურებას ენაში მიმდინარეს და რაც მთავარია, ენას განიხილავენ არა მხოლოდ როგორც ცალკე აღებულ რაღაც ფენომენს, არამედ განიხილავენ როგორც საქართველოს მოსახლეობის საყრდენ ძალას და მისი იდენტობის ყველაზე მნიშვნელოვან შემადგენელს. ეს ბატონი ტარიელის მიერ დატოვებული ანდერძია. ქართველი ენათმეცნიერი ტარიელ ფუტკარაძე იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ბათუმის პრეფექტი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი 2011-2021 წლებში. იგი იყო ენათმეცნიერული ხასიათის 300-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 300-ზე მეტი პუბლიცისტური წერილის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20-მდე სადოქტორო დისერტაცია. კონფერენცია ქართველოლოგიის აქტუალური პრობლემები მე-15 საუკუნე 10 მაისს დასრულდება.
პირდაპირ ეთერში სტუმრებთან ერთად საქველმოქმედო ფონდი ცხოვრება მშვენიერია კიდევ ერთ პროექტს ახორციელებს. ინკლუზიური დასის პრემიერა ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი ერიკ ემანუელ შმიდტის ნაწარმოების მიხედვით რეჟისორმა ნატალია გალოგრემ დადგა. პრემიერა 5 ივნისს მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება და თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ ნიკოლოზ ესაკია, ფონდის ცხოვრება მშვენიერიას დირექტორი, რეჟისორი ნატალია გალოგრე და მსახიობი ლუკა დუმბაძე. დილამშვიდობის, მადლობას მოგახსენებთ. დილამშვიდობისა და მადლობა მოწვევისთვის. ნიკოლოზ, ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებთ ხოლმე ყოველთვის და ამჯერად მოით ამ პროექტზე გავამახვილოთ ყურადღება და როგორი არის თქვენი მოლოდინები და რა გეგმით მიდიხართ, ასე ვთქვათ, რა არის თქვენი მთავარი მიზანი და სათქმელი ამ პროექტის მეშვეობით? საქველმოქმედო ფონდი ცხოვრება მშვენიერია უკვე 12 წელს ითვლის, რაც არსებობს, 12 წლის წინ დავაფუძნე მეგობრებთან ერთად. დღემდე 50-ზე მეტი პროექტი გვაქვს განხორციელებული. თუმცა აი პანდემიის შემდეგ რაღაცა ახალი სიცოცხლესავით დავიწყეთ, ძალიან ბევრი სასწაული ხდება ჩვენს თავს და ხშირად ვიძახი რომ ვამართლებ ფონდის სახელწოდებას. ცხოვრება მართლა მშვენიერია, ჩვენი სლოგანიც ესეთია რომ გაიღიმეთ ცხოვრება მშვენიერია. როგორც გახსოვთ, ჩვენ ყავდა ორი იტალიური ლეგენდა ჩამოყალინე, ეს იყო იტალიური ჯგუფი რიკი პოვერი და მერე ალბანო, მერე ისევ რიკი პოვერი. მთლიანობაში სულ 6 ღონისძიება გავმართეთ, როგორც თბილისში, ასევე ქალაქ ტყიბულშიც. და იყო ძალიან წარმატებული, უბრალოდ დახმარების სფერო ჰქონდა განსხვავებული, ჯერ იყო და ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებს დავეხმარეთ, მერე იყო აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს. ბოლო კონცერტი იყო ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული. და აი მე მოხდა ესეთი პატარა არა, ჩემთვის უკვე დიდი სასწაულს ვიძახი ამასაც, რომ აი სოციალური ქსელით დაუკავშირდი ერთ-ერთ იტალიელ კინოვარსკვლავს, რომელიც ქართველებისთვის ცნობილი არის, ესეთი ფილმი იყო 80-იან წლებში 8 ფეხა. აი მასში იყო ერთი ქალბატონი მთავარ როლში, სიმონა კავალარი, რომელსაც აი სულ ეს ერთშვენიერ დღეს მივწერე ინსტაგრამის საშუალებით და მიპასუხა. და ეს ლაპარაკში ავყევით ერთმანეთს და მე მოხდა ის, რომ დათანხმდა თან დიდი სიამოვნებით და მე რაღაცა ესეთი მორიდებით ვეკითხებოდი, რომ აი 3-4 დღით რო ჩამოვიდა და ესე ერთი კვირა თუ არის შესაძლებელი, ერთი კვირაც დავრჩებოდა. როგორ მეუთხარი, თუ გინდა საერთოდ დავჭით საქართველოში მეთქი. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ფონდი მართლა აი ამ ოცნებებს, ამ რაღაც სასწაულებს ვახდენთ ხოლმე და აი უკვე მე რამდენად ესეთი იტალიელი ვარსკვლავი ჩამოყვავს. ეს პირველი არის ჩვენთვის, იმიტომ რომ კინო ვარსკვლავია და არა მომღერალი, როგორც ყოველთვის რა გამოცდილება ჩვენ გვაქვს, ასე რომ ეს პირველი შემთხვევა და აი ამ პროექტის ფარგლებში დაუკავშირდით ჩვენს არაჩვეულებრივ ადამიანს, ნატალია გალოგრეს, რომელიც არის არაჩვეულებრივი რეჟისორი, არაჩვეულებრივი სპექტაკლები აქვს მას დადგმული და მოკლედ ესე გავიცარდით და დღეს ნატალია უკვე ჩვენს გვერდშია და არაჩვეულებრივ სპექტაკლს გავს, რომელიც თვითონ ონკოლოგიურ დაავადებულ ბავშვს ეხება. თემატიკა ეს გვაქვს აღებული და სპექტაკლზე უფრო ნატალია ისაუბრებს. სპექტაკლზე უფრო დეტალურად, რა თქმა უნდა, ნატალია მოგუყვება. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და რატომ გადაწყვიტეთ, რომ თქვათ ამ კუთხით დაინტერესებული ყავით და მაყურებელიც დაგიინტერესებინათ და ჩაგერთოთ ამ პროცესში, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თანაგანც და ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ერთმანეთთან სწორი დამოკიდებულება და თანაგრძნობა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ სიკეთე აუცილებელია, ერთმანეთის თანადგომა და ერთმანეთის სიყვარული აუცილებელია. ამას გვასწავლის თან ჩვენი სარწმუნოება, გიყვარდეს მოყვასი შენი, ხომ? აქ არ არის მაინც და მაინც დედმამიშვილზე საუბარი, ნებისმიერ ადამიანზე, ნებისმიერი სახით და ფორმით. თუ შეიძლება უფრო დეტალურად რომ გითხრათ თავად ამ სპექტაკლის შესახებ და როგორ მიმდინარეობდა რეპეტიციები და როგორც თქვით 5 ივნისს უკვე მაყურებელი მარჯანიშვილის თეატრში იხილავს ამ სპექტაკლს. კი. პირველ რიგში მოგესალმებით დილამშვიდობისა და ვიტყვი იმას, რომ ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა მურიკ სპექტაკლზე მუშაობა, სადაც მონაწილეები არიან როგორც ტიპიური განვითარების ახალგაზრდები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. რატო დრამატურგიულად შმიდტი? იმიტომ რომ რადგან საქველმოქმედო ფონდთან მქონდა კავშირი, მაშინ ვიკითხე უბრალოდ, რომ ქონდათ თუ არა მსგავსი თემატიკის სპექტაკლი შექმნილი. რა თქმა უნდა, იყო გამოცდილება აქვს ფონდს სპექტაკლზე მუშაობის და ასე შემდეგ, მაგრამ
არ ვიცი მე ჩემი პირადი დამოკიდებულების გამო გადავწყვეტე ალბათ რომ ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი გამეკეთებია, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ მქონდა სურვილი რომ მემუშავა ამ პიესაზე, მაგრამ რატომღაც რაღაც რიგი მიზეზების გამო ყოველთვის გადამედო ესე. მე ძალიან მიყვარს შმიტი. მიყვარს შმიტი თავისი ჰუმანურობით, თავისი ადამიანური დამოკიდებულებებით და იმით რომ ძალიან მსუბუქად შეუძლია ისაუბროს ისეთ გენიალურ და სიღრმისეულ თემებზე, რომელიც დღემდე რაღაც მომენტში ჩვენთვის ამოუხსნელია ხოლმე და თან ბავშვის თვალით დანახული ის სიმძიმე, რაც რეალურად, რასაც ვერ უმკლავდება ზრდასრული ადამიანიც კი, აი მაღალი ცნობიერების მქონე, რატომღაც ჩემთვის ძალიან ისეთი სენსიტიურია და ყოველთვის ვცდილობდი რომ ამ თემაზე ხმამაღლა მესაუბრა. მოკლედ შემოვიკრიბეთ გუნდი მოყვარული მსახიობების და დავიწყეთ მუშაობა ამ სპექტაკლზე და უკვე ნელ-ნელა მივიღეთ სრულყოფილი სახე. ვიცით ქრონომეტრაჟი უკვე სპექტაკლის, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ბავშვები არიან, ძალიან მოწადინებულები არიან. არ ცდება არც ერთი რეპეტიცია, თუ მართლა რაღაცა ოცრება არ დაემართათ, რეპეტიციას არ აცდენენ ხოლმე და გუშინ ვხუმრობდით, რომ გიორგო ბად ხوار დავისმენოთ, მეთქი არა. ჩვენ უკვე დავისმენეთ საკმარისად. შესაბამისად, ის მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნებაა და ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ვიმუშაო მორიგ სპექტაკლზე, რომელსაც მაყურებელი 5 ივნის იხილავს და შმიტზე გავამახვილებ ყურადღებას, ჩემთვის იუმორით რატომღაც რაღაცით დუმბაძეს გავს. აი დუმბაძე შეუძლია ღმერთთან დიალოგი და შმიტ შეუძლია ღმერთი მოიყვანოს შენთან ახლოს ისე, რომ ეს არ იყოს რაღაც ესეთი ყველასათვის გასაგებენაზე და ყველასათვის გულთან მისავალი არის ნამდვილად. და ეს ოსკარის პერსონაჟიც არის ერთგვარი მაგალითი ჩემი აზრით და ჩემს მეგობრებს ეს მოიხსენიებთ ხოლმე ერთმანეთს რეპეტიციებზე. ვეუბნები, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის მაყურებლის ცნობიერების ამაღლება. ამ ონკოპაციენტებს, რომლებსაც ძალიან რთული გზა აქვთ გასავლელი, მინდა რომ მივცეთ სტიმული და იმედი იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუ შენ გექნება რწმენა ღმერთისა, თუ ღმერთი მოვა შენთან და მე რაღაც მომენტში ვარდისფერი სათვალებითაც შეხედავ ცხოვრებას და რაღაც ელემენტარულებს არ ჩაუღრმავდები, უფრო ძლიერი იქნები და გაიმარჯვებ. საკუთარ თავზე გაიმარჯვებ, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე გამარჯვებული ხარ. და რა ბავშვებიც ძალიან მოწადინებული მოუყვებია. მსახიობი ყავს ჩვენ ახლა სტუმრად და ლუკა მინდა კითხვით მოგმართო. შენი როლის შესახებ რო გითხრა, როგორია შენი პერსონაჟი, როგორია შენი გმირი, ასე ვთქვათ და თეატრის შესახებაც რომ გითხრა, თუ რას ნიშნავს შენთვის თეატრი? პირველ რიგში რა როლი აქვს შენს ცხოვრებაში თეატრს? პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. მე ასე რა ვთქვათ, შენი გმირის შესახებ მოგვიყვანოს როლს, რომელიც არის მთავარი გმირის ოსკარის მეგობარი. იგი ასევე არის ონკოპაციენტი. ჩვენ ერთი და იგივე კლინიკაში ვკურნალებთ. იგი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ერთმანეთი გავამხნევოთ და გავამხიარულოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რეპეტიციებზეც ეგრე ხდება გამიჯერეთ, იმდენად შეიჭრებიან ხოლმე როლში ხანდახან ცოტა აბა ხა მობილიზდით. ძალიან მეგობრული გარემო აქვთ მართლა, ძალიან ისეთი უშუალო და ჩართულები არიან, თან საქმეს აკეთებენ, მაგრამ რაღაც პერიოდს მაინც პოულობენ ხოლმე იმისი, რომ გადაუხვიონ და იმეგობრონ. ძალიან საყვარლები არიან. რა თქმა უნდა, მე უკვე სცენაზე მაყურებლების წინაშე თვალნათელი იქნება. უფრო ბუნებრივიც იქნებით მე სპექტაკლში. კი, რა თქმა უნდა. ლუკა, და რა შეეხება თეატრს, რა როლი აქვს შენს ცხოვრებაში თეატრს? თეატრის შემცხოვრებაში აქვს ის როლი თეატრალურ სტუდიაში რომ დავიწყე სიარული და ის როგორია და აი თეატრში რომ დაიწყე სიარული რა მოგცა თეატრმა თავისთავად მეგობრები დიახ ის ძალიან მეგობრული გარემო და ყველას ერთმანეთი უყვარს და ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ მადლობა მინდა გადავუხადო ჩემ
არაჩვეულებრივ მასწავლებლად ნიკას და ნატალია გალოგრეს რომ დამეხმარა ამ როლის შესრულებაში. დიახ. ძალიან დიდი მადლობა ლუკა, რა თქმა უნდა შენც იმისათვის რომ შრომობ, რომ შენი როლი ღირსეულად წარმოაჩინო მაყურებლის წინაშე. ნიკა, აუცილებლად გავაგრძელოთ საუბარი, რა თქმა უნდა, ამ ღონისძიების შესახებ, ამ სპექტაკლის შესახებ, იმ მოლოდინებზე თქვით, რომ ის მოლოდინები, რაც თქვენ გაქვთ, ეს როგორც ახლა საუბრიდან გამოჩნდა, აუცილებლად თავის შედეგს დადებს და თითოეულ ადამიანში ის, ვინც დაესწრება ამ სპექტაკლს, ნამდვილად აღძრავს იმ ადამიანურ თვისებებს და იმ სიყვარულს, რომელიც ყველა ადამიანის მიმართ უნდა გაგვაჩნდეს და თითოეულ ადამიანის სულში იმ სიკეთის მარცვალს გააღვივებს. აი თქვენი თვალით დანახული ეს სპექტაკლი როგორი წარმოგიდგენიათ და შემდგომ ეს მაყურებლების მე ვცდილობ ხოლმე რომ თითქმის ყველა რეპეტიციაზე ნუ თავიდან ბოლომდე ვერ ვახერხებ, მაგრამ თითქმის არ ვაცდან რეპეტიციებს, მაინც რეჟისორთან ესეთი დამოკიდებულება აქვს, ვენდახვევი ხოლმე რომ შენს გვერდში ვარ, მაგრამ რეალურადაც მართლა ესე არის. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადაახვდი თვითონ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს, მარჯანიშვილის თეატრს, გვერდში დგომისთვის, ბატონ გოგი მარგველაშვილს, რომელიც ყოველგვარი იმის გარეშე გვერდში დაგვიდგა, გვეხმარება ამ ყველაფრის განხორციელებაში, იტალიის საელჩოს და იტალიის საელჩოს, რომელსაც უკვე როგორც მეგობარს ისე მომხსენიებ, ცოტა უცნაურად ჟღერს ეს ყველაფერი, მაგრამ მართლა როგორც მეგობარი, როცა შემხვდება ხოლმე, სულ მომხდები, სულ მეუბნება რამე თუ დაგჭირდა, შენს გვერდში ვარ და ასე შემდეგ. დასწრების შესახებაც თქვა აუცილებლად რომ ბილეთები იყიდება უკვე ტიკეტჯიზე და მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ ბილეთები, სპექტაკლი იქნება პირველ ნაწილში წარმოდგენილი და მეორე ნაწილი იქნება აი ამ იტალიელ კინოვარსკვლავთან შეხვედრა, გაიმართება ესე რომ ვთქვათ პატარა ვორქშოპივით, შეხვდება ქართველ თეატრალებს, კინომსახიობებს და თავის გამოცდილების შესახებ ისაუბრებს. და მართლაც ეს ჩვენთვის როგორც აღნიშნე პირველი ნაბიჯია იტალიელი მსახიობის ჩამოყვანის. თუმცა როგორც ჩვენი ფონდის ზოგადად ესეთი ის გვაქვს, არ ვჩერდებით არასდროს ერთზე და მე უფრო ესეთი ძალიან ცნობილი მსახიობების ჩამოყვანასაც ვაპირებ. მრავალი საინტერესო პროექტი გექნებათ დაგეგმილი, ამ ყველაფერზე შემდგომ კიდევ სხვა გადაცემებში თქვენ ეთერში აუცილებლად და თქვენით ვიწყებ ხოლმე ყოველ პროექტს და მე ყოველთვის წარმატებულია ხოლმე. ძალიან კარგი გვიხარია, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და წარმატებებს გისურვებთ რა თქმა უნდა. მადლობა, დიდი მადლობა. შეგახსენეთ სტუდიის სტუმრები გახდნენ ნიკოლოზ ესაკია, ფონდის ცხოვრება მშვენიერიას დირექტორი, რეჟისორი ნატალია გალოგრე და მსახიობი ლუკა დუმბაძე. მეც გემშვიდობებით აქ ძვირფასი ტელემოყურებლებო და მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ თქვენთვის ძვირფასი დრო ჩვენ დაგვითმეთ. ორ შაბათამდე.